კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს ეროვნულმა არქივმა ონლაინ გამოფენა მიუძღვნა. ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე მულტიმედიურ ფორმატში წარმოდგენილია მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი საარქივო მასალა. მათ შორის არის ფოტოები კინოფილმების გადასაღები მოედნებიდან, ფრაგმენტები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. ასევე წარმოდგენილია მსახიობის შესახებ მოგონებები. ორგანიზატორთა განმარტებით საქართველოს ეროვნულ არქივში ეროსი მანჯგალაძის ცხოვრების ამსახველი 500-მდე ფოტოა დაცული. ეროსი მანჯგალაძე ისეთი მსახიობი გახლავთ, რომ ყველა თაობისათვის მისაღებია და საყვარელია ძველი თაობისთვის მით უმეტეს, იმიტომ რომ ჩვენ გაზრდილები ვართ მის როლებზე, ხო? მისი ერთი ფრაზაც კი ნებისმიერ აი სატელევიზიო ფილმში ქვევრში რომ წარმოს თქვავს, რა ვქნა კაცო მე სამჭკუაშვილი ვარ, ხო, ეს ყველასთვის რაღაც მისაღები იყო და დასამახსოვრებელი ამ ერთი ფრაზითაც. იგი იღებდა სატელევიზიო სპექტაკლებში მონაწილეობას. ეს იყო უჩინ-მაჩინის ქუდი, კაცი რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა და სხვადასხვა და ეს ფოტოები ეროვნულ არქივში არის დაცული. აგრეთვე ის ფილმები, რომელშიც ეროსი მონაწილეობდა და ეს მოგეხსენებათ საკმაოდ მრავალი იყო, დაცულია როგორც კადრები ამ ფილმებიდან, აგრეთვე გადასაღებ მოედნებიდან. იგეგმება ნამდვილად, რომ ეს სრულად იქნეს წარმოდგენილი უფრო დიდი გამოფენა, მის მიერ შესრულებული მხატვრული ფილმებიდან კადრები იქნება წარმოდგენილი, აგრეთვე ის ვიდეო მასალა, რაც ეროვნულ არქივშია დაცული. და მთლიანობაში ალბათ ყველასთვის სასიამოვნო და სასურველი სანახაობა იქნება. ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 21 ოქტომბერს, დაბადების ჩანაწერის მიხედვით 3 მარტს, სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიბადა. იგი 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი და მის სცენაზე 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. 1959 წლიდან იღებდნენ კინოში. ქართულ მხატვრულ ფილმებში მან 25 პერსონაჟი განასახიერა. დაუვიწყარია მისი როლების სატელევიზიო სპექტაკლებსა და ფილმებშიც. სპორტული კომენტატორობა ეროსი მანჯგალაძის კიდევ ერთი პროფესია იყო. ამ მიმართულების განვითარებაში მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.